გამარჯობა, მეგობრებო და გიბრუნდებით ცხელი სიახლეებით. PSG მეგა ტრანსფერი სამზადიში და ბოდიში კვარაცხელიას. რა განცხადება გაკეთდა ქართველზე? ალისონისა და მამარდაშვილის კონკურენცია. რას ამბობენ ლივერპულში? ვიდეოს დაწყებამდე კითხონა დამიფასოთ შრომა და ავიდეთ ტრადიციულ 2000 მოწონებაზე. ხოლო თუ ჯერ კიდევ არ ხარ არხის გამომწერი, თქონაა რომ არ დაიზარო არხის გამოწერა, რადგან ჩვენი მიზანია რომ ავიდეთ 95000 გამომწერზე. მე კი ყოველას მადლობას ვიხდით მხარდაჭერისთვის და მოდი დავიწყოთ. რაბედიელის მიქაუტაძეს ქართველი ფეხბურთელის საინტერესო კომენტარი. გიორგი მიქაუტაძემ მცირე ტრავმა მოირჩინა და პრესეზონზე პირველად ითამაშა. შეხვედრის შემდეგ კი ლიონის ტელიარხს თავისი მოსაზრება მიქაუტაძემ გაუზიარა. ქართველმა ფეხბურთელმა კი მრავალ საინტერესო თემაზე ისაუბრა. კოჩზე მცირე დისკომფორტი მქონდა. მიხარია მოედანზე დაბრუნება. ეს მატჩები სეზონისთვის მოსამზადებლად მნიშვნელოვანია და სასიამოვნოა ბუცების ჩაცმა. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი ყავს და აქ ვართ რომ მათ მხარი დაუჭიროთ. ჩვენ ყოველდღიურად მუშაობთ შესათამაშებლად. მე ბევრს ვესაუბრები ჩემს გარშემო მყოფ ახალგაზრდა ფეხბურთელებს. ჩვენ კი მუდმივად ვცდილობთ რომ მათ თავის გამოსაჩენად საუკეთესო პირობები შეუქმნათ. განაცხადა მიქაუტაძემ თამაშის შესახებ. აღსანიშნავია რომ ქართველი ფეხბურთელი ლიონის დატოვებაზე არ ფიქრობს. ეს კი მან ჟურნალისტებთან საჯაროდ დააფიქსირა. კლუბის დატოვება არ წარმომიდგენია. კონტრაქტი 2028 წლამდე მაქვს გაფორმებული. აქ იმისთვის ვარ რომ გოლები გავიტანო და კლუბს მიზნების მიღწევაში დავეხმარო. განაცხადა მიქაუტაძემ. აღსანიშნავია რომ კლუბის თავკაცმა პაულო ფონსეკამ ამ თემაზე ღიად ისაუბრა და განაცხადა რომ მისი დიდი სურვილია რომ გიორგი გუნდში დარჩეს. ხოლო მას შემდეგ რაც ლიონში ნელ-ნელა ფინანსური სიტუაცია ლაგდება, არ არის გამორიცხული რომ კლუბს მიქაუტაძის გაყიდვა აღარ მოუწიოს. ლივერპულმა მიმდინარე ზაფხულს პრესტონიდან 28 წლის მეკარე ფრედი ვუდმენი იყიდა, რომელიც გუნდში მესამე ნომერი იქნება. ალისონისა და მამარდაშვილის ფონზე კი მისი სათამაშო წუთები ძალიან შემცირდება. ვუდმენი კი ლივერპულის ოფიციალურ გვერდს ესაუბრა და აღნიშნა რომ ალისონთან და მამარდაშვილთან ერთად ვარჯიში ნამდვილი სიამოვნება. ფანტასტიკური პერიოდი მქონდა აქ. ფიქრობ ძალიან კარგად ვიმუშავეთ. განსაკუთრებით ჰონგ-კონგში შეკრების დროს. ინტენსიური შრომატევადი დღეები ჰქონდა. ერთმანეთს განვითარებაში ვუბიძგებთ და ვფიქრობ საუკეთესო თვისებებს ვავლენთ. ალისონთან ერთად ვარჯიში ჩემთვის ნიშნავს რომ ერთ-ერთ საუკეთესო მეკარესთან მუშაობ. ვცდილობ მისი თამაშიდან დეტალები ავიღო და ჩემს თამაშში გადავიტანო. იგივეა მამარდაშვილის შემთხვევაშიც. ისინი მსოფლიო დონის მეკარეები არიან და დიდი სიამოვნება მათთან ყოველდღიურად მუშაობა. როცა ასეთი დონის მოთამაშეებით სავსე გარემოში აღმოჩნდები, პირველი რასაც აღმოაჩენ არის ის რომ ჩვეულებრივი, ნორმალური და ძალიან კარგი ადამიანები არიან. სასიამოვნოა მათთან ურთიერთობა როგორც მოედანზე, ისე მის მიღმაც. ხოლო როცა ვარჯიში და მატჩები იწყება, მაშინ უკვე მათ დონესა და სტანდარტს ნათლად ხედავ. განაცხადა ფრედი ვუდმენმა. როგორც ვხედავთ, გუნდში საკმაოდ ჩანსახი გარემოა. ფეხბურთელები ერთმანეთს განვითარებაში ეხმარებიან და თავიანთ გამოცდილებებს უზიარებენ. ამიტომ გუნდში მხოლოდ ჩანსახი კონკურენცია და ასეთ გარემოში მამარდაშვილი კიდევ უფრო მეტად განვითარდება. ხოლო იმედი დავიტოვოთ რომ ის ძალიან მალე გუნდის პირველი მეკარეც გახდება. კვარაცხელიას პარი სენ-ჟერმენი ისტორიული სეზონის შემდეგ შვებულებას დამსახურებულად ატარებს. ხოლო სანამ პარიზული კლუბი ისვენებს, ფრანგული მედია იმ ცვლილებებზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც პარი სენ-ჟერმენში შესაძლოა რომ მომდევნო სეზონისთვის განხორციელდეს. ტოპ მერკატოს ინფორმაციით ლუის ენრიკე არ შეელევა ბრედლი ბარკოლას, რომელიც გუნდში 24 წლის ქართველი შემტევის მოსვლის შემდეგ დაიჩაგრა და სათამაშო დროის ნაკლებობის გამო კლუბის შეცვლაზე სერიოზულად ფიქრობს. საიტის ინფორმაციით პარიზელები ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში გუნდში კიდევ ერთი ტოპ გარემარბის მოყვანაზე სერიოზულად ფიქრობენ. ხოლო ბუნებრივია ასეთ შემთხვევაში კონკურენცია კიდევ უფრო გამძაფრდება. სწორედ ამასთან დაკავშირებით კი გამოცემა ტოპ მერკატოს შემდეგ ინფორმაციას გვაწვდის. გასულ ზამთარს კვარაცხელიას ტრანსფერისგან დაზარალებული ბრედლი ბარკოლასთვის შესაძლოა რომ ახალ სეზონში პარი სენ-ჟერმენში ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდეს. ბარკოლამ გუნდში თავისი სტატუსი საფრანგეთის დედაქალაქში 24 წლის ქართველის ჩამოსვლის შემდეგ დაკარგა. ნაპოლისგან 70 მილიონ ევროთ ნაყიდმა ფეხბურთელმა როგორც შეტევაში, ისე დაცვაში დამაჯერებელი თამაშით სწრაფად შეძლო ძირითადში დამკვიდრება. თავად ბარკოლამ კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა. მაგრამ მიუხედავად ბაიერნისა და ლივერპულის ინტერესისა, PSG ამ სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში არაპირებს ფრანგ გარემარბთან განშორებას. ამავდროულად კი PSG განიხილავს კიდევ ერთი მაღალი დონის გარემარბის შეძენის შესაძლებლობასაც. ახალ გარემარბთან დაკავშირებით კი კლუბის სურვილი გასაგებია, მაგრამ საეჭვოა რომ ამით აღფრთოვანებული იყოს თავად ბრედლი ბარკოლა. წერს საიტი. ამასთან ერთად უნდა აღენიშნოს რომ ცოტა ხნის წინ საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ პარიზული კლუბის სრულსიგიჟეს აპირებს
და მათ 250 მილიონიანი ტრანსფერის განხორციელებას სურთ. ესპანური გამოცემა ფიჩახესი პარის სენ-ჟერმენის ახალ სატრანსფერო გეგმას ეწერს. წყაროსნობით პარიზული გუნდი ჩელსიდან პალმერის ყიდვას აპირებს, რომელმაც მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში მათკარში დუბლი შეაგდო. როგორც იწერება, PSG ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერს გეგმავს. ისინი პალმერისთვის 250 მილიონიან შეთავაზებას ამზადებენ, რაზეც რა თქმა უნდა ჩელსის უარის თქმა ძალიან გაუჭირდება. აღსანიშნავია, რომ ამჟამინდელი რეკორდით სწორედ პარიზულ გუნდს ეკუთვნის. მათ 2017 წელს ბარსა და ნეიმარი 222 მილიონი ევრო სანაცვლოდ დაიმატეს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ მეთოდმა არ გაამართლა და ჩემპიონთა ლიგა სულ სხვანაირად აწყობილმა გუნდმა მოიგო. ამიტომ ნახოთ გამოვა თუ არა ამჯერად ეს ტრანსფერი. თუმცა აშკარაა, რომ პალმერი ჩელსის ლიდერია და ეს ტრანსფერი საკმაოდ რთულად განსახორციელებელი იქნება. ახლა კი შევეხოთ კიდევ ერთ საინტერესო თემას, რაც ხვიჩას ავსტრიალებს. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა ჟურნალისტმა გაეტანო იმპარატომ საფეხბურთო გადაცემის პირდაპირ ეთერში ხვიჩას ბოშა უწოდა. ამას კი დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც ნეაპოლში, ასევე საქართველოში. იმპარატოს ნაპოლიმ აკრედიტაცია ჩამოართვა და კიდევ რამდენიმე მეთოდით დაისაჯა. ამ ყველაფრის შემდეგ კი იმპარატომ ბოდიში საჯაროდ მოიხადა. ის წერს, რომ სერიოზული დიალექტიკური შეცდომა დაუშვა ფეხბურთელის მიმართ, რომელსაც გულშემატკივრები სამართლიანად მიიჩნევენ ნაპოლის მესამე სკუდეტოს ერთ-ერთ მთავარ შემოქმედად. ეს კი მას განზრახ არ გაუკეთებია. მან კი ბოდიში მოუხადა თავად კვარაცხელიას, მის ოჯახს და მთლიანად საქართველოს. ასევე განაცხადა, რომ ამიერიდან მეტად დაუკვირდება თუ რა სიტყვის. მადრიდის რეალი ვინისიუსის მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს, რაბედიელის ბრაზილიელს. რა სიტყავს ფლიკი ბარსელონასგან? ხოლო თუ აქამდე ხარ მოსული, შეგახსენებთ, რომ ჩვენი მიზანია ავიდეთ 2000 მოწონებაზე. რის შემდეგაც ახალი ვიდეო ძალიან მალე გამოვა. მას შემდეგ, რაც ბარსამ რეშფორდი ოფიციალურად გაიფორმა, ეს კატალონიური კლუბის რიგით მეორე ტრანსფერია. რაც შეეხება შემდეგ ტრანსფერს, სპორტის ცნობით ფლიკი მესამე ტრანსფერისთვის უკანა ხაზის მოთამაშეებზე აკეთებს აქცენტს. ისეთზე, რომელიც შეტევაში მეტ ხარისხს შესთავაზებს გუნდს. თუმცა ეს ყველაფერი დამოკიდებულია გამშვებ ტრანსფერებზე და იმაზე, შეძლებს თუ არა კლუბი 100 მილიონიანი VIP ლიზინგის აღრიცხვა საკუთარ ბუღალტერიაში. გერმანელი სპეციალისტის პირველ რჩეულად ალეხანდრო გრიმალდო მოიაზრება. ფეხბურთელი, რომელსაც კონკურენცია შეუძლია გაუწიოს ალეხანდრო ბალდეს. მომავალში კი ამ პოზიციაზე პერსპექტიულ ვარიანტად მოიაზრება ჟოფრე ტორენტი. აღსანიშნავია, რომ თებერვლიდან აპრილამდე ბარსას მარჯვენა მცველის დამატება სატრანსფერო პრიორიტეტად მიიჩნეოდა. თუმცა ეს ვითარება შეიცვალა. ფაბრისიო რომანოს ინფორმაციით, ბარსა ახლა მიიჩნევს, რომ მარჯვენა მცველის პოზიცია საკმარისად კარგად არის დაკომპლექტებული. შეურკუნდესთან კონტრაქტის განახლებაზე მოლაპარაკებები გრძელდება. კლუბმა კი დუმფრისის შეძენაზე აქტიურობა შეწყვიტა. ასევე სეზონის ბოლოს ერიკ გარსიამ ამ პოზიციაზე კარგად ითამაშა, რაც კლუბს დარწმუნების საფუძველს აძლევს, რომ საჭიროების შემთხვევაში ის საქმეს კარგად გაუმკლავდება. მადრიდული ეისის ცნობით კლუბი ბრაზილიელთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს, თუმცა საგზნობი ხელფასის მატება არ სურთ. ამჟამინდელი კონტრაქტით, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი, ვინისიუსი წელიწადში საშუალოდ 15 მილიონ ევროს იღებს. კონტრაქტს პროგრესული ხასიათი აქვს, თანხა კი წლების მიხედვით იზრდება. მთლიანობაში კი ფეხბურთელი 5 სეზონში 150 მილიონს გამოიმუშავებს. წყაროს ინფორმაციით, მადრიდის რეალი მზად არ არის, რომ შიდა სახელფასო იერარქია მხოლოდ ვინისიუსის გამო დაარღვიოს. კლუბი არიდება კილიან მბაპესთან და ჯუდ ბელინგემთან შესაძლო უთანხმოებას. თუ ბრაზილიელს ახალ კონტრაქტში ანაზღაურების სახით სუფთა 15 მილიონზე მეტი ექნება, ის მბაპეზე მეც გამოიმუშავებს, რაც კლუბში შიში წვევს, რომ ფრანგის და ინგლისელის ხელფასის მომატებას მოითხოვენ. თუმცა ვინისიუსის გარემოცვა თვლის, რომ მბაპეს ტრანსფერზე მიღებული ხელმოწერის ბონუსი რეალურად ფარულ ხელფასად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა ბრაზილიელი ფეხბურთელი საკუთარი მიღწევების შესაბამის ანაზღაურებას ელოდება. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კი თხოვნა, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერი არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.